Workaholic-ები, ფილოსოფოსები, მეოცნებები და მხიარულები. თუ ეს ოთხივე ტიპის ადამიანი გყავს გარემოცვაში, გილოცავ. თუ არა, გააგრძელე მოსვენა. მე ნინო მაღედანი ვარ, პიროვნულის დისა და განვითარების მენტორი, კოუჩი და ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 27. გარემოცვის შეცვლა არ ნიშნავს ძველ მეგობრებთან რადიკალურ ჩხუბს და კავშირის გაწყვეტას. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ დოზირება უნდა შეცვალოთ და ახალი თქვენი ღირებულებების მქონე ადამიანების შემოშვება უნდა დაიწყოთ ცხოვრებაში. თუ გსურს ახალ საფეხურზე გადასვლა, ეძებ ისეთ ადამიანებს, რომელთა გვერდითაც ზრდა გარდაუვალია, თუნდაც თავიდან მათთან თავს ცოტა არაკომფორტულად გრძნობდეთ, ეს მაინც უნდა გააგრძელოთ, თუ რა თქმა უნდა გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდეს. ეს არაკომფორტულობა, რომელიც შეიძლება თავიდან იგრძნო იმ საზოგადოებაში, სწორედ იმის ნიშანია, რომ თქვენი ჭერი მათთვის იატაკია. რაც იმას ნიშნავს, რომ წინ წასასვლელი სივრცე გაქვთ. ალბათ ხვდები ჭერი და იატაკი რას ნიშნავს. ანუ თქვენი ზრდის მაქსიმუმი გაქვთ თქვენ მიღწეული და ის გონიათ თქვენი ჭერი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე სხვა ლეველზე არიან, ეს თქვენი ჭერი იმათთვის უბრალოდ იატაკია, განვლილი ეტაპია, მოკლედ რომ ვთქვათ. 4 ტიპის გარემოცვა. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თუ 4-ვე გვეყოლება ჩვენს გარემოცვაში, ძალიან კარგი იქნება. Workaholic-ები, მხიარულები, ფილოსოფოსები და მეოცნებები. გარემოცვის დაყოფა ამ 4 კატეგორიად ძალიან საინტერესო და პრაქტიკული მოდელია. ახლა კი ვისაუბროთ თითოეულზე ცალ-ცალკე. რა სარგებლობა, ესე ვთქვათ, რა ბენეფიტი და რა კარგი რაღაცები მოაქვთ თითოეულ მათგანს. Workaholic-ები, ანუ საქმიანი ადამიანები. ეს ის წრია, სადაც მთავარი ვალუტა პროდუქტიულობაა, შედეგებია, დისციპლინაა, მიზნებია. მათთან არ არსებობს ცნება, ვერ შევძლებ. არსებობს მხოლოდ გეგმა და მოქმედება. მათი სუპერძალა. ისინი გიბიძგებენ მოქმედებისკენ, გაფხიზლებენ, გასწავლიან დროის მენეჯმენტს და გასვლას კომფორტის ზონიდან. როცა ხედავთ, როგორ მუშაობენ ისინი საკუთარ იდეებზე, თქვენც ავტომატურად გიჩნდებათ мотиваცია. გვერდზე გადადოთ პროკრასტინაცია. იცით ალბათ ხო უკვე რა არის პროკრასტინაცია? დიდი ხანი რომ რაღაცა ვითომ რომ გინდა და რომ გადადებ ყველა მიზეს რომ მოიმიზეზებ. ერთ-ერთი განმარტება რა თქმა უნდა. ამ workaholic-ების ჭრილოვანი მხარე, ანუ რისკი, არის შემდეგი. თუ მხოლოდ ამ წრით შემოიფარგლებით, რისკავთ გადაიწვათ. ანუ ეგრეთ წოდებული burn-out-ი დაგემართოთ შეიძლება. მათ გვერდით რთულია მოდუნება, რადგან უსაქმოდ ყოფნის ყოველი წუთი შესაძლოა დანაშაულის გზნობად იქცეს. ხოლო რა არის მათი როლი თქვენს ტრანსფორმაციაში? ისინი არიან თქვენი შინაგანი განზრახვისა და დისციპლინის მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიზნებს ფურცლებიდან რეალობაში გადაიტანენ. სწორედ ესენი არიან workaholic-ები. ანუ საკმაოდ ესეთი გატაცებული საქმიანი ადამიანები, ესე ვიტყოთ. შემდეგი არის მხიარულები, ანუ ისინი, ვინც ემოციურ მუხტს გვაძლევენ. ესენი არიან ადამიანები, დღესასწაულები. გყავთ ალბათ თქვენ ახლა რომ დაფიქრდეთ, გაიხსენებთ, ვინ არიან ესეთი, ადამიან დღესასწაულს რომ ეძახით. მათ მოაქვთ იუმორი, სიმსუბუქე, თავგადასავლები, მომენტალური დოფამინი. ისინი ცხოვრობენ პრინციპით აქ და ამჟამად. ხშირად არ იძირებიან წარსულში, ძალიან არ დარდობენ მომავალზე და ამიტომ გაცილებით კარგ მუხტს ქმნიან. მათი სუპერძალაა, ისინი საუკეთესო ანტისტრესული თერაპიაა, მათ შეუძლიათ ყველაზე მძიმე დღის შემდეგაც კი გაგიღიმოთ სახეზე, გაგაღიმოთ, დაგავიწყოთ პრობლემები, დაგაბრუნონ ბავშვურ udardel მდგომარეობაში. და ეს დამიჯერეთ მით უმეტეს თუ თქვენ საქმიანი ადამიანი ხართ, ძალიან ღირებულია. ხოლო რისკი რა არის, თუ დიდი დოზით გყავთ მხიარულები, ანუ ემოციური მუხტის მომცემები? ამ წრეში ხანგრძლივად ყოფნამ შეიძლება ზედაპირულობისა და პასუხისგებლობისგან გაქცევის ილუზია შეგიქმნათ.
თუ მხოლოდ მათ უსმენთ, რეალური სიღრმისეული პრობლემების გადაჭრა მუდმივად სამომავლოდ გადაიდება. ხოლო მათი როლი თქვენს ტრანსფორმაციაში არის ისინი გეხმარებიან მნიშვნელოვნების შემცირებაში. როცა რაღაც პრობლემას გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებთ, ხიარული წრე გაჩვენებთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია, თუ თამაშით მიუდგებით მას და მხიარულად. ოკეი, გადავდივართ შემდეგზე და ესენი არიან ფილოსოფოსები, ინტელექტუალური საყრდენი. ეს არის სიღრმისეული, ანალიტიკური და ხშირად ინტროვერტული წრე. მათთან ვერ ისაუბრებთ ამინძზე ან ჭოურებზე. მათ აინტერესებთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ფსიქოლოგია, სამყაროს მოწყობა და ადამიანის ბუნება. მათი სუპერძალა, ისინი აფართოებენ თქვენს ცნობიერებას და აზროვნების მასშტაბს. ისინი გასწავლიან მოვლენების მიღმა, ყურებას, საკუთარი თავის ანალიზს და კრიტიკულ აზროვნებას. მათთან საუბრის შემდეგ ყოველთვის გრძნობთ ინტელექტუალურ სისავსეს. რისკი რა არის? არსებობს აზროვნების ხაფანგი, გაჭედვის რისკი. ფილოსოფოსებმა იციან ყველაფრის თეორია, თუმცა ხშირად უჭირთ ამ თეორიების პრაქტიკაში გამოყენება და რეალური ნაბიჯების გადადგმა. მათი როლი თქვენს ტრანსფორმაციაში. ისინი გეხმარებიან გაცნობიერებულობის მაღალი დონის შენარჩუნებაში, რათა ყოველთვის დაინახოთ, რომელი ქანქარა ცდილობს თქვენი ენერგიით კვებას. და გადავდივართ მეოცნებებზე, ანუ შემოქმედებითი შთაგონების ადამიანები. ესენი არიან ვიზიონერები, ხელოვანები, ადამიანები, რომელთაც გონებაც ვარიანტების სივრცის ყველაზე უცნაურ და ლამაზ კუთხეებში მოგზაურობს. მათ სჯერათ სასწაულების, დიდი იდეების და იმის, რაც ჯერ თვალით არ ჩანს. მათი სუპერძალა, ისინი გიხსნიან ჩარჩოებს და გასწავლიან დიდ მასშტაბებში ფიქრს. ისინი გეუბნებიან, რატომაც არა, ყველაფერი შესაძლებელია. მათი გვერდით თქვენი შინაგანი კრიტიკოსი დუმდება და ფრთები გესხმებათ. რისკი რა არის? მიწას მოწყვეტა და ილუზიებში ცხოვრება. მეოცნებებს ხშირად აკლიათ ბაზისი, ფესვები და დისციპლინა, რის გამოც მათი იდეები ხშირად მხოლოდ ჰაერში გამოკიდებულ ციხესიმაგრებად რჩებიან. რა არის მათი როლი თქვენს ტრანსფორმაციაში? ისინი არიან თქვენი სამიზნე სლაიდების არქიტექტორები. ისინი გეხმარებიან იმ იდეალური რეალობის დანახვაში, რომლის არჩევაც გსურთ ვარიანტების სივრციდან, რაც თქვენ გაგაჩნიათ. ხოლო იდეალური ბალანსის ფორმულა არის შემდეგი. ანუ მეოცნებე გაჩვენებთ ვარსკვლავებს. ფილოსოფოსი აგიხსნით, რატომ არის ეს ვარსკვლავები მნიშვნელოვანი. ვორკაჰოლიკი აგაშენებინებთ რაკეტას მათქენ გასაფრენად. ხოლო მხიარული გზად ფრენის პროცესს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. თქვენს ამჟამინდელ გარემოცვას რომ გადახედავთ, რომელი ტიპის ადამიანები სჭარბობენ მასში?